როგორც იცით, მიმდინარე სასამართლო პროცესებიდან ჩემთვის პაუზის საშუალება არის TikTok-ზე დებილური ვიდეოების ყურება. და როგორც იცით, მე თუ ვუყურე, თქვენც უნდა უყუროთ, როგორც შეგბირდით თქვენი მეგობარი, რომელიც დებილური ვიდეოებით მოგამარაგებთ. დღეს მოემზადეთ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ოკეი, როგორც გითხარით, მძიმე შემთხვევით ვიწყებთ. ჩემი ყურადღება მიიქცია რეკლამამ, რომელიც ძალიან ხშირად მხვდებოდა და არ ვიცი, რაღაცა ვერ მოვნახე სიტუაცია, რომ მესაუბრა ამ თემის შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი ვიდეო კარგი საშუალება არის იმისთვის, რომ ამ თემას შევეხოთ. რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტთან გვაქვს საქმე და ბრენდთან Smooch, რომელიც როგორც თვითონ ამბობენ და ამტკიცებენ, კორეული ბრენდია 30 წლიანი გამოცდილებით, რომლებსაც კორეელი ფარმაცევტები უწევენ რეკომენდაციას და მათი ფავორიტია და ერთ ღამეში 10 წელს გაკლებს. ანუ მთელი შინანიგანები ვიცით ეგ ისტორია. აი მაგასთან გვაქვს საქმე, მაგრამ რეკლამა, რომელიც ბოლოს ვნახე, პროცესად გაგახსნისი ვნახე, მაგრამ ნუ რაღაცა არ მქონდა სიტუაცია, როგორც გითხარით, რომ მესაუბრა ამ რეკლამის შესახებ და დღეს აუცილებლად ამით უნდა დავიწყოთ. რამე ალკოჰოლური თუ გაქვთ სახში მოიმარაგეთ. ამ რეკლამის მთავარი გმირი არის 63 წლის ქალბატონი, ინგლისურ ენოვანი რეკლამა, რომელსაც თქვენთან ერთად ვუყურებ, დავაპაუზებ და ნუ თარგმნი გზარაგზა მათთვის, ვისთვისაც ეს შეიძლება საჭირო იყოს. 63 I ran into my ex-husband at Walmart. He was with her, the woman he left me for. ესე იგი, 63 წლის ქალბატონი Walmart-ში ხვდება თავის ყოფილ ქმარს და მის ახალ შეყვარებულ საცოლეს თუ ცოლს, არ ვიცი ვინ არის ეს მეორე ცოლია თუ უკვე თუ უბრალოდ ხვდებიან ერთმანეთს, მოკეთ ქალს, რომლის გამოც მიატოვა ქმარმა ეს ქალბატონი. She's 41. I was reaching for toilet paper when I heard his voice behind me. Michelle? ეს ქალბატონი 51 წლის არის, მიშელი 63 წლის არის, ნუ მოკეთ ქმარმა მიატოვა უფრო ახალგაზრდა ქალის გამო. და ნუ ეს ტუალეტის ქაღალდს ვიღებდიო, როცა ჩემი ქმრის ნაცნობი ხმა გავიგონეო, რომ მიშელ დამძახავ. My stomach dropped. I hadn't seen Peter in 4 years. Not since he handed me divorce papers after 31 years of marriage. ესე იგი, წლები არ უნახავს თავისი ყოფილი ქმარი, ბოლოს ნახა, როცა 31 წლიანი ქორწინების შემდეგ თავისმა ქმარმა განქორწინების საბუთები გადასცა. I turned around and watched his face do something I'll never forget. His eyes went wide, his mouth opened slightly. He looked me up and down like he was trying to solve a puzzle that didn't make sense. You look incredible, he said. მოკლედ გაოცდა თავისი ყოფილი ქმარი მიშელის დანახვაზე და საოცრად გამოიყურებიო, უთხრა. რატო ახლა ეს მნიშვნელოვანი? ახლა ვიგებთ ნელ-ნელა გვიყვება მიშელი, რატო ქონდა თავის ყოფილ ქმარს ასეთი რეაქცია მის დანახვაზე. 4 წლის წინო, ანუ 4 წლის წინანდელ ამბავს გვიყვება, ახლა როცა განქორწინების პროცესი დაიწყო. 4 years ago when Peter walked out, I was destroyed. I stopped looking in mirrors, stopped taking photos, wore layers of makeup to hide my face. My skin looked gray and hollow, like the life had drained out of me along with my marriage. რას ვუყურებთ? ეს იყო მისი მდგომარეობა განქორწინების შემდეგ. ჩაშავებული თვალები, კანი საშინელ დღეში, სახე საშინელ დღეში, ფენა მაკიაჟის სახეზე, რომელიც ვერ ეხმარებოდა და ვერანაირ შედეგს ვერ. მოკლედ, განქორწინების ტრამვას მაკიაჟით ვერ ფარავდა. ამას გვიყვება. I bought every product on every shelf in every Ulta Beauty, hoping something would work. Nothing did. I figured this was just what 60 looked like. ესე იგი, თუ კი ოლტაში რამე პროდუქტი, მაკიაჟის პროდუქტი იყიდებოდა, ყველაფერი ვიყიდე, ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერი დაეხმარა დეპრესიის დაგძლევაში და ჩათვალა, რომ შევეგუო იმ აზრსო, რომ ეს ნორმალურია 60 წლის ასაკში ესე გამოიყურებიო რა, ეს ნორმალურია.
რაზე თამაშობენ, რა მომენტზე თამაშობენ ამ რეკლამაში ხლებით? 60 წლის ქალის ტრამვაზე და ტრაგედიაზე და დეპრესიაზე, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდე 31 წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ. და ვერ იშოვა, ვერ იპოვა ვერც ერთი ტონალური და ვერც ერთი მაკიაჟი, რომელიც ამ ყველაფერს დაფარავდა და წაშლიდა მისი სახიდან. Then about 3 months ago, I took a consulting project in Seoul, 2 weeks overseas, and within the first few days, I noticed something that shook me. Every Korean woman in the office who was my age looked at least 10 years younger. My colleague Min. 3 თვის შემდეგ, ამ ამბიდან 3 თვის შემდეგ, სამსახურის გამო იყო მივლინებით კორეაში. საინტერესო მომენტი რა არის იცით, რომ AI-ს გონია, რომ ამას შეხედეთ, AI-ს გონია, რომ ამას რეკლამას პროდუქტთან არაფერი არ აქვს საერთოდ. AI-ს გონია, რომ კორეაში ევროპის გავლით მიფრინავ. ამერიკიდან. ანუ ის რომ დედამიწა მრგვალია და მეორე მხრიდან კორეა და ამერიკა უფრო ახლოს არის. გეოგრაფიის მოყვარულებისთვის ფაქტიც მინდოდა აღნიშნო. წავიდა 3 თვის შემდეგ მოუწია კორეაში წასვლა და რასაც აღნიშნავს ახლა გაოცებული არის ის, რომ ოფისში, მისი კომპანიის კორეის სოულის ოფისში ქალბატონები, რომლებიც წესით მის ასაკში არიან ასევე 60-იან წლებში, 10-15 წლით უფრო 10 წლით უფრო ახალგაზრდებად გამოიყურებოდნენ ვიდრე თვითონ. Is 62, she could pass for late 40s without trying. Not frozen, not filled, her skin just looked alive. I assume genetics, that's what we always say. მინა არის 62 წლის და სადაც 40-იან წლებში გეგონებაო, რა მის 40-იან წლებში გეგონება ისე გამოიყურებაო. არა ფილერი, არა ბოტოქსი, არაფერს არ იკეთებსო და მეგონა რომ გენეტიკის ამბავიაო. რასაც გვაჩვევენ და რასაც გვეუბნებიან ხო ეგარია, რომ ნუ გენეტიკით შეიძლება რომ ასეთი კანი გქონდეს ამ ასაკში. But Mina's routine was one layer of foundation every morning, that was it. Meanwhile, I had a suitcase full of American makeup that had never done a single visible thing. და მინას რუტინის ერთადერთი შემადგენელი პროდუქტი იყო ტონალური. მაშინ როცა ჩემი ჩემოდანი სავსე იყო ამერიკული ბრენდების პროდუქტებით, რომლებიც არაფერს არ აკეთებდნენ ჩემთვისო და ბრენდებს შეხედეთ. კლინიკი, Estée Lauder, Naked, პალიტრა. ისე აგრესიულად რომ ვაჩვენებთ ამ ბრენდებს ამ რეკლამას. ვაუ. ტვინი არ გვაქვს, მაგრამ სირცხვილის შეგრძნებას. ან ერთი ან მეორე ორივეს გარეშე სახლიდან გასვლა არ შეიძლება საზოგადოებაში. მოკლედ, აგრძელებთ კოსმეტიკის ბრენდის რეკლამის ყურებას. She looked at me with compassion and said, every product in your suitcase settles into your wrinkles within an hour, and the pigments are too rigid to adapt to your. ეს რა არის? რას ვუყურებთ? და ბოლოს ვკითხე მინასო, რომ აი რატო არის ამ ხელა ცხოვრება შენ რას იყენებ ასეთსო და რას აკეთებ ასეთსო და მინამ დაიწყო ახსნა, რომ შენი ჩემოდანი სავსე პროდუქტები და ყველა პროდუქტი მაგ ჩემოდანში ერთადერთი რასაც აკეთებს კანს გიბერებს. შენს ხაზებში და ნაოჭებში ჩდება კანზე და გამოკვეთს უფრო და კანს აბერებს. Exact shade anyway. You've been building a mask on your face. და ეს არის მაგალითი ამ გვიჩვენებს, რომ აი ესე გამოიყურება ამერიკული ბრენდების ტონალური ткани. ამას უყურ, ეს რა არის? ოკეი, 2 წუთს ვუყურეთ, 2 წუთი დაგვრჩა, გამაგრდით. ერთად ვართ ამ საქმეში, დარჩით ჩემთან ერთად. She told me about Korean foundation. They use a Centella Asiatica pigment complex. Adapts to 5.1% better than American formulas. მოკლედ მინამ უთხრა კორეული ბრენდის ტონალური შესახებ, რომელიც პიგმენტის კანის ტონს ერგება და შეიცავს აზიური სენდელას კომპლექს, როგორ თქვა პროცენტის მინეთ 2.1%-ით უკეთესია ვიდრე ამერიკული ბრენდების ინგრედიენტები. არ ვიცი ხა ეს 2.51 იგულისხმება თუ 251%-ით გაუმჯობესება. ახლა რო გითხრათ გამიკვირდება რომ 251%-ით გაუმჯობესება. ახლა 2.5-ს ისე არ გამოკვეცდნენ. ხო შეიძლება 25% 1/10 იგულისხმება. არ ვიცი, ვერ გეტყვით.
მოკლედ გაუმჯობეს უკეთესობასთან რო გვაქვს საქმე ფაქტია ამ ბრენდის ამ პროდუქტის ინგრედიენტებს როცა ეხება საქმე თუ ამერიკულ ბრენდებს Korean შევატარებთ. pharmacists have been recommending it to make skin look younger for over 30 years. Not influencers, pharmacists. კორეელი ფარმაცევტებიო 30 წელზე მეტია უკვე ამ ბრენდის ამ პროდუქტს უწევენ რეკომენდაციას რომ კანი ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ფარმაცევტები და არა ინფლუენსერებიო. That's shady. არა. როგორ უცებ იზრდება ნდობის ფაქტორი? თუ ფარმაცევტი უწევს რაღაცას რეკომენდაციას ვიდრე ინფლუენსერი. ხვასია, თან უკვე 30 წელზე მეტია, მაგაზე ვისაუბრებთ ახლა მაგ 30 წელს რაც შეეხება, მაგრამ 30 წელზე მეტია რომ ფარმაცევტები ერთსა და იმავე პროდუქტს უწევენ რეკომენდაციას. ნუ რა თქმა უნდა ნდობას იწვევს ხო? Korean color change and foundation. It doesn't coat your skin მას როგორ მღერის არ შემიძლია. კორეული ფერის შემცვლელი და ვახ, or sit in pores and wrinkles. It absorbs in seconds and shifts to your tone. წამებში შეიწოს კანი და ზუსტად შენი კანის ტონის ფერზე She ჩნდება. handed me a pink bottle, put it on tomorrow morning. ვარდისფერი ბოთლი მომაწოდაო და ეს მუქი ღვინისფერი ჩემ მაისურისფერი დღეს მიყვარს ეს ფერი ძალიან და ვარდისფერი როგორ ფიქრობთ ვარდისფერი მაისური მეცვია დღეს ახლა ფერებსაც ვეღარ ვარჩევთ ერთმანეთისგან One layer, 30 seconds. The lightweight formula melts into the skin, blurring wrinkles and fine lines. It goes on white 30 seconds later. It shifts to your exact shade. That's your proof it adapts to your skin. დაინახეთ ფერი როგორ შეიცვალა და როგორ იდეალურად მოერგო მისი კანის ტონს. არც ცოცხალი და არც რეალური ადამიანის კანი არ არის, მაგრამ დაინახეთ ხომ მოახდინეს Then my დაბეჭდილება. skin looked like glass. I looked 10 years younger. By 1 week the grayness was 10 წლით. gone. By 2 weeks my ეს კალი ვინ არის? ეს ის კალია, ვისაც 2 წუთის წინ ვუყურებდით. ახალი მსახიობი შემოვიყვანეთ სცენაზე. მოკლედ 10 წლით გაახალგაზრდავდა. eyes looked brighter. The wrinkles around my mouth and eyes had softened. After 1 month, a woman at church asked if I'd had work done. 20 წლის გოგოს როგორ დაემსგავს სახედრად. არც ერთი ხაზი, არც ერთი ნაოჭი, არც ერთი ფორი. და ესე იგი, რამდენიმე კვირის შემდეგ ეკლესიაშიო ქალმა მკითხა, რა გაქვს გაკეთებული, რა გაიგეთია. პლასტიკური ქირურგია თუ რაც არის ბოტოქსია თუ ფილერი, რა კოსმეტიკური ჩარევა გაიგეთეო, ის გამოიყურებოდა. არ კითხოთ არავის ეკლესიაში ეგეთი რაღაცა. ქუჩაშიც ნუ რავის ნუ შეეკითხებით, მაგრამ ეკლესიაში მით უმეტეს. That was 3 months ago. So back to Walmart. There's Peter still staring at me. And then ეს ამბავი მოხდა 3 თვის წინ და დაუბრუნდით ახლა ვიდეო, სადაც დავიწყეთ Walmart-ში, სადაც თავის ყოფილ ქმარს და მის ახალ საცოლეს თუ ცოლს შეხვდა მიშელი და ნუ რატო ქონდა მის ქმარს ეს რეაქცია. ეს იყო ისტორია. ვინმეს თუ დაგავიწყდათ ტონალურის რეკლამას ვუყურებთ მაინც რა. რო შეგახსენოთ. she walks up, the 41-year-old carrying her organic smoothie, ingredients and her yoga mat. She looks at Peter, looks back at me. Looks back at ეს არის თავისი ყოფილი ქმრის ახალი ცოლი და ვარქვათ 51 წლის. როგორი ტიპი ყავთ შემოყვანილი პერსონაჟი, როგორი პერსონაჟი შემოიყვანეს ოჯახის დამანგრეველი, ორგანული სმუზი და იოგა. ქალი რო იოგაზე ივლის ის ყველაფრის მკადრები. აი რატო მაინდა-მაინც იოგა და ორგანული Peter, who's this? This is Michelle, my ex-wife. I watched her do the math, she knew I was 63, but the number wasn't matching what she was seeing. She leaned in, can I ask you something? What do you use on your skin? მაგეთ ვინ არის ქალიო და ჩემი ყოფილი ცოლიაო და ამას ყბა ჩამოუვარდა, თვალები გაუფართოვდა, იმიტომ რომ იცის რომ პიტერის ყოფილი ცოლი 63 წლის არის და ეს ციფრი და რასაც ხედავდა, ეს არ ემთხვეოდა ერთმანეთსო. და აღარ იცოდა რა იქნა და როგორი რეაქცია ქონოდა მოგეთ ამ. ხო და ნუ რას ეკითხები შენ ქმრის ყოფილ ცოლს რო ხვდები Walmart-ში ტუალეტის გაღალდი რო უჭირავს იმას ხელში და შენ ორგანული სმუზი. როგორ გამოიყურები ასე ახალგაზრდულადო?
მოკლედ ხო და ნუ აი როგორ რა ვარაო და ამანაც დააძრო თავის ტელეფონი და სმუჯი და ეს კორეული ფერის შემცვლელი ფერის ადაპტაციით ტონალური არის ჩემი საიდუმლო. Won't find it on these shelves, the American formulas, and all to sit on your skin ეს რა არის? like a mask and have pigments too rigid to adapt. That's why nothing in here ever worked for me. She pulled out her phone. Can you spell that? და ნუ მოკეთ უთხრა რომ ეს კორეული ტონალურია, რომელსაც ესე აქვს Walmart-ში და უტაში ვერიპოვი თაროებზე, იმიტომ რომ ნუ არ არის ამერიკული ბაზრისთვის შექმნილი როგორც სხვა ამერიკული ბრენდების ტონალურები, რომლებიც ნუ ჩვენეს რა დღეში აგდებს კანს. I did. Peter still hadn't said a word. As I walked away, I heard her say to him, "You didn't tell me she looked like that." I didn't turn around. I didn't need to. და რო წავედიო, თავის ყოფილ ქმარს მიუბრუნდა და გავიგონე უთხრა, არ გითქვა ჩემთვის, რომ ასე გამოიყურებოდა. ეს ქალების წინააღმდეგ, ეს ბოღმა, სიბოროტე და ეს აგრესია, რომ ეს ერთ ლამაზ ქალს ხო მეორე ლამაზი ქალის ატანა არ შეუძლია. ხა ერთი საზოგადოებისთვის ბევრია ორი ლამაზი ქალი ერთდროულად. მეტყვით ტუალეტის გაღალდების სექციაში ორი ლამაზი ქალი ერთად too much. ხო და ნუ აუცილებლად რაღაცა ეს უნდა გქონდეთ აგრესია ერთმანეთის მიმართ და როგორ არ მითხარი რომ ესე გამოიყურებოდა შენი ყოფილი ცოლი. თვითონ 51 წლის არ და თვითონ არ გამოიყურება ესე როგორც 63 წლის პიტერის ყოფილი ცოლი და საინტერესო რა არის იცით ეს ამ მომენტს თუ უყურებთ შეხედავთ ახლა ამ ქალის ფეხები ვიდეოს დასაწყისში ხო გახსოვთ როგორ უცებ დამოკლდა ეს ფეხები ერთი ნახევარი მეტრის ფეხები აკლია ამ ვიდეოს მეორე ნაწილში რატო არ ვიცი მაგრამ AI სამუშაო გაქვს რაღაცა დეტალებზე. The smooch Korean color changing foundation. Over 2 million bottles sold in Korea. 98% of women said their blemishes became invisible. ვისა ვუმღერით და ვეტრფით ამ ტონალურს, Korean pharmacists. რომელიც კორეაში 2 მილიონი ბოთლზე მეტი არის თუნე გაყიდული. You won't see it old because it wasn't built for a shelf. It was built to make skin look 10 years younger. ახლა ულტაში ვერიპოვი ამას, იმიტომ რომ ულტას თაროებისთვის არ არის შექმნილი ამისთვის, რომ შენი კანი 10 წლით გაახალგაზრდოს. მარტო AI შეუძლია ესეთი დეგენერატობა დაწეროს, ეს ორი დეგენერატობა ერთ წინადადებაში ჩაადიოს. Peter texted me 2 weeks later. First time in 4 years I didn't respond. At 63, I've got better things to do. აბა გამოიცანთ რა მოხდა. აი სტერეოტიპების ბუმი არის მოკლედ ამ 3 თუ 4 წუთიან რეკლამაში. რა თქმა უნდა პიტერმა მიწერა. ბოლო 4 წელიწადში პირველად. მაგრამ ჩვენს მიშელს არ ეცალა იმისთვის, რომ პიტერისთვის ეპასუხა. რატომ? კორეული ფერის შემცვლელი ტონალი. უკეთესი რაღაცეები აქვს ცხოვრებაში, ვიდრე ის რო უკან მიიხედავს. რას ვუყურეთ? ეს რა არის? სმუჯ რატო? ასეთ არ ვიცი ხა ოქროს გლობუსის შემოქმედების დონის რეკლამას რო უყურებ, რა თქმა უნდა ბრენდითაც დავინტერესდი, რომ ვიცოდეთ საიდან მოდიან, ვინ შექმნა ეს ყველაფერი. პატივი ვცეთ ამ ადამიანებს. დავიწყოთ იმ ფაქტით, რომ ეს კორეული ბრენდი არ არის. კორეელებს წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრენდის არსებობის შესახებ, აქედან დავიწყოთ. ვეძებე სხვადასხვა ვიდეოები და რეკლამები TikTok-ზე და ერთი ცოტა ცუდი ხარისხის, მაგრამ მაინც ვიპოვე, რომ screen გამიკეთებინა, რომ designed in Korea. ანუ დიზაინი შეიქმნა კორეაშიო და რაც Google-ე და რაც ვერაფრით ვერ ვხვდები რას ნიშნავს ეგ. დიზაინი შეიქმნა კორეაში, ანუ ჰოლანდიელი ტიპის არის, ვიღაცა ჰოლანდიელი ტიპის, რომელიც დუბაიში ცხოვრობს, არის ეს ბრენდი. ვიღაცა ტიპის, ახალგაზრდა ტიპის. ოღონდ მართლა. და made in China. 30 წლიანი გამოცდილების კორეული ბრენდი, რომელსაც კორეელი ფარმაცევტები უწევენ რეკომენდაციას და არა ინფლუენსერები. Made in China. Girl, თვალინას ისულ წამოგივდათ უკვე თუ ჯერ არა. ეს არის ესა სანტა მონიკაში. დასავლეთ ჰოლივუდში აქვთ ესა სათა ოფისი. ამერიკული კომპანია არის, რომელიც ჩინეთში ამზადებს კოსმეტიკას.
ორი არაშვეშია და ამ კორეულ ფარმაცევტს რატო გადავეკიდეთ ამ 5 წუთიან რეკლამაში მილიონჯერ ვაჩვენეთ, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ვცდილობთ, რომ ამ კორეულ თანამედროვე კოსმეტიკას კარგად იყიდება მივეწებოთ. ეს არის მათი TikTok-ის გვერდი. TikTok-ზე ჯერჯერობით ბევრი გამომწერი არ ყავს გვერდს, მაგრამ სამაგიეროდ რეკლამა. თუ ასკროლავ და დასკროლავ TikTok-ს ყველა ვიდეოს, რომელსაც ბეცალთე ვერბუნგ ხარ, მე გერმანულად არის ჩემი TikTok-ი და ყველა ვიდეოს თითქმის რაღაცა განსაკუთრებული გამონაკლისის გარეშე ბეცალთე ვერბუნგ რეკლამას ნიშნავს. რეკლამა. ყველა ვიდეო რეკლამა არის. ეს არის მათი Instagram-ი. აქ 127,000 გამომწერი ყავთ. ესეთი 100,000 ალბათ ნაყიდი გამომწერები დიდი ალბათობით. მაგრამ რო იცოდეთ რა, ეს არის შემდეგი დიდი ტრენდი. ამიტომ მინდა გესაუბროთ ამ ბრენდის და ამ პროდუქტის შესახებ, ხა სანამ ზოგიერთი ქართველი ინფლუენსერი ამის გაპიარებას დაიწყებს, იმიტომ რომ უბრალოდ მიიღებს პროდუქტს ან რამე მსგავსი ან ვიღაცა გასაყიდად შემოიტანს საქართველოში. რო იცოდეთ რა, რასთან გვაქვს საქმე. ფასი არ გაინტერესებთ. წესით 52 ევროა, მაგრამ ეხლა ფასდაკლებით 35 евро ღირს. ფერის შემცვლელი ტონალური SPF 15 ეგ არ დამავიწყდეს. ჯერ რანაირი კორეული სტანდარტია, კორეული სტანდარტი SPF 50-ზე ქვემოთ, სასაცილოა, ხო? SPF 15. არც ერთი თავმოყარი კორეული ლაბორატორია რო არ შექმნდა მაგ პროდუქტს. ესაა ინგრედიენტების სია, რომელიც ამ არხის გამომწერების უმრავლესობას კარგად გესმით. ზედმეტი ახსნა განმარტებების გარეშე ამ ინგრედიენტების სიას გადაავლეთ თვალი. რა გაკლებთ აქ 10 წელს ხვარს დიმეთიკონი, წყალი, ტიტანიუმ დიოქსიდი, სილიკას პუდრა, გლიცერინი. რა გვაკლია აბა? აზიური სენტელა რო გვაქვს 251%-იანი კომპლექსი თუ 2.51 რო ვერ გავარკვიეთ ჯერ რომელ პროცენტთან გვაქვს საქმე. საერთოდ არ არის ინგრედიენტების სიაში აზიური სენტელა. საერთოდ რა კომპლექსი? ასეთი ბაზისური აფეგი ნახოთ. ეს არის კიდე მათი რეკლამები, რომლებიც ასევე ამ გოგო შეხედეთ. Siri is so natural. It blends to my skin, feels lightweight, gives a smooth finish, and comes with SPF 52. Perfect for everyday wear. Oh, wait, the two. რას ვუყურებთ? ტონალური როგორ ჩამოასხა ბოთლიდან შეხედეთ. კარგად დააკვირდეთ. შუქზე როგორ უცებ გაჩნდება ხა ტონალური ამ მომენტს დააკვირდეთ, ძალიან გთხოვთ. I just use Smoosh Opa. Color Changing Foundation. ასეთი უსინდისობა არ ვიცი რა. ჯერ როგორ თემებს იყენებ რეკლამისთვის. აქედან დავიწყოთ. თუ კი რამე სტერეოტიპი არსებობს, რომ ყველაფერი ჩატენილი გვაქვს ამ 5 წუთიან ხელოვნური ინტელექტით, სიტყვა ინტელექტს რო ვამბობ ახლა ამასთან კავშირში, ამ ყველაფერთან კავშირში ცუდად ხვდები. ხელოვნური ინტელექტით დამზადებულ რეკლამაში, რომ აი ჯერ რა თქმა უნდა ასაკოვან ქალებსზე ვაკეთებთ აქცენტს, იმიტომ რომ ეს თავდაჯერებულობას კარგავს, რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად ქალი ნაუჭი გაგიჩნდა, ხაზი გაგიჩნდა და 63 წლის ასაკში ქმარმა მიგატოვა 30 წლიანი ქორწინების შემდეგ, ნუ რა თქმა უნდა, სახე გივარდება საშინელ მდგომარეობაში და ერთადერთი რამაც შეიძლება გიშველოს და ამ სიტუაციიდან გამოგიყვანოს არის ტონალური. როცა შენი ქმრის ახალ ცოლს, რომელსაც ტუალეტის გაღლდების სექციაში შეხვდი სუპერმარკეტში, ყბა ჩამოუვარდეს შენს დანახვას. აი, რამდენად ამაზრზენები არიან. როგორც ძალიან მინდოდა რომ ყურადღება გამემახვილებინა ამ ბრენდზე და ამ ამბავზე და საშინელ მარკეტინგზე, რასაც ზენი მიმართავენ ტონალურის რეკლამისთვის. დიდად არ მიყვარს ხოლმე თავის გაგიჟება, რომ ახი გამოიწერეთ, ვიდეო გააზიარეთ და რაღაცა, მაგრამ ამ ვიდეოზე გთხოვთ, არ დაგეზაროთ, გადააზიარეთ რა პლატფორმაზეც ხართ, არ დაგეზაროთ. ჰაიპი შეგიძლიათ გამოუგზავნოთ ვიდეოს ტელეფონზე ვინც უყურებთ, კომენტარების სექციაზე რაც არის, იქ გვერდით რო გადასკროლავთ. ჰაიპის შესაძლებლობას აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ახალ ადამიანს აჩვენებს YouTube-ი შემდეგ ამ ვიდეოს, ვინცაც არხი გამოწერილი არ აქვს, ბევრ ადამიანს მინდა რომ მიწუდეს დღევანდელი ვიდეო. აი განსაკუთრებით ამის გამო, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ქართულ ენოვან სივრცეში ნახოს და იცოდეს, თუ სადმე შეგხვდათ, თუ ვინმე შემოგთავაზათ, თუ რაღაცა ფასდაკლებაზე, ამაზე არ გაეკაროთ. არ გინდათ. ბევრი უკეთესი ხარისხით, მართლა კორეული, ბევრად უკეთესი ინგრედიენტებით, ბევრად უკეთესი მარკეტინგით, ბევრად უკეთესი ადამიანები რო დგანან ბრენდების უკან, აი ეგეთი არჩევანი არის დღეს ონლაინ თუ ოფლაინ ბაზარზე არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იყოთ. აი ამ ხალხს რო არ მისცეთ თქვენი გამომუშავებული ფული.
კარგით, მოდით ვიდეოს მეორე ნაწილზე გადავიდეთ, გავაგრძელოთ. რეალურად რისთვისაც მინდოდა დღევანდელი ვიდეოს ჩაწერა, უბრალოდ ეს ვიდეო ამით რო არ დამეწყო, არ შეიძლებოდა, მაგრამ საერთოდ დღევანდელი ვიდეოს ჩაწერა მინდოდა, იმიტომ რომ სასკოლო სეზონი ბრუნდება ისე. გერმანიაში დაბრუნდა უკვე აქ 20-ში თუ 19-ში დაიწყო უკვე სკოლები მორჩა აგზაფხული, მაგრამ საქართველოში სადღაც 7 სექტემბრამდე მე მგონი არ იწყება, ხო, სკოლა. ამიტომ ძალიან არის ჩართული TikTok-ი და ზოგადად სოციალური მედია back to school, ანუ სკოლაში ბრუნდებით სეზონზე და როგორ ბრუნდებით სკოლაში? რა ვიყიდეთ, რას ვყიდულობთ? წესით ასეთ ვიდეოებს უმეტესწილად რაღაცა ისეთი დღესასწაულების სეზონზე ვაკეთებ ხოლმე, მაგალითად შობის შემდეგ. ქონია უკვე ესეთი ვიდეო, რომ არ ვიცი, მთელი ცხოვრება რო გეყოფა იმდენ რაღაცას რო იღებენ საჩუქრად საშობაოდ, მაგრამ შობისთვის ვამბობთ, რომ ყოველ შემთხვევაში ადრე იყო ესე რა, რომ აი ეს კულტურა იყო, რომ აი ბავშვები იღებენ აი მთელი წლის საჩუქრებს რეალურად და ესე არ არის, რომ ერთი თვის შემდეგ ვალენტინობაზე დიდი პატარა შვილი, დედა, მამა შეყვარებულებს აღარ ეხება უკვე ეგ თემა, ყველა იგივე რაოდენობის საჩუქარს იღებს. მერე სააღდგომოთ ისეთი ამბავია. ეხლა სკოლაში ბრუნდებით სეზონი back to school ამბავიც დაემატა მაგას. აღარ ვჩერდებით. ზღვარს ვეღარ ვხედავთ. ჩვენ როგორც უფროსები და ამას ვასწავლით ბავშვებს და ამ მაგალითს ვაცლებთ. ამიტომ რატომღაც მეგონა რომ მივიდოდი საშობაო სეზონამდე ისე რომ მსგავსი ვიდეოს გაკეთება არ მომიწევდა, მაგრამ როგორ გეკატრებათ. როგორც კი TikTok-ს გახსნი ახლა ამ სეზონზე, ორ მძიმე სასამართლო პროცესს უსმენ ახლა. ორივეზე მინდა აუცილებლად ვიდეოს მომზადება და შიგადაშიგ პაუზები არის ბოლოს ახლა ერთ-ერთი მძიმე რაც იყო დევიდის სასამართლო პროცესი, იქ ჩაწერა არა, ნება დართული არც აუდიო და არც ვიდეო და პროტოკოლები როდის გასაჯაროვდებოდა მაგას ველოდებოდი. სასამართლო ექსპერტის ჩვენება იყო იცით რამდენად მძიმე საქმეა და დეტალურად აღწერა როგორ იპოვეს სელესტის ცხედარი და რა ხდება, ანუ დამძიმე წასაკითხი იყო. Sims Book-ისთვის არის ეს TikTok-ის დებილური ვიდეოები და ეხლა ვფიქრობდი რომ ნეტარი ის სეზონია თქვა ეხლა ტრენდული რა არის. სკოლაში ბრუნდებით, ეხლა გადატენილია სოციალური მედია ამ ვიდეოებით, დარწმუნებული ვარ თქვენი შვილებიც, რომლებიც მალე სკოლაში ბრუნდებიან, უნდათ თუ არ უნდათ, თუ აკაუნთი აქვთ რომელიმე სოციალურ მედიაში აუცილებლად შეხვდებათ ეს ვიდეოები და მინდა რომ თქვენ როგორც მშობელი და უფროსი საქმის კურსში იყოთ, რას უყურებენ ამ წუთას ბავშვები, რისი გავლენის ქვეშ ექცევიან და თქვენ როგორ შეიძლება რომ მოიქცეთ ამ სიტუაციაში. დრო თუ ფინანსურად არ გაქვთ შესაძლებლობა რომ ბავშვს ახლა ამდენი რაღაცა უყიდოთ, ან შეიძლება გქონდეს ფინანსურად შესაძლებლობა, მაგრამ ტვინი გაქვთ და იცით რომ არ არის საჭირო ამ რაღაცეების ყიდვა, როგორ ავუხსნათ ეს ბავშვს სწორად, ისე რომ რეალურად გაიგოს, ისე რომ არა დამორჩა, არა რეალურად გაიგოს. რატომ ვეუბნებით არას? რა თქმა უნდა გვაქვს ვიდეოებიც, სადაც რეალურად გვაჩვენებენ, რა შეიძლება წაიღო სკოლაში, რა გჭირდება, სხვადასხვა ფორმატის რვეულები, კალმები, ფანქრები, ზურგჩანთები, ფლომასტერები, სხვადასხვა რაღაც, ანუ ესეთი რეალური ვიდეოებით შეგხვდება 1-2. დიდად პოპულარული არ არის ესეთი ვიდეოები. ბევრ ნახვას ვერ აგროვებენ, მიხვდებით ახლა რატომაც, ხო? რაღაც ესეთ შოკის მომგვრელს არ აჩვენებენ არაფერს ამ ვიდეოში, რაღაცა ნორმალურს. შეიძლება ნორმალურზე ცოტა მეცაც ახლა შეიძლება ყველასთვის არ იყოს ეს ნორმა, მაგრამ რასაც ახლა ნახავთ შემდეგ ვიდეოებში, იმასთან შედარებით მიხვდებით, რომ ეს ნორმად ითვლება. რა ახალი ტანსაცმლით მიდიხარ სკოლაში. ეს არის ახალი სასკოლო სეზონისთვის ნაყიდი ტანსაცმელი. რომელსაც უბრალოდ გაჩვენებთ მუსიკის ფონზე, ეხლა მე ამ მუსიკას ვერ ჩაგერთავთ, იმიტომ რომ YouTube გადაირევა. არც გიხსნით რა შეიძლება რას მოარგო, ზომა, ბრენდი, ფერი, არაფერი. უბრალოდ მუსიკის ფონზე გაჩვენებთ რა იყიდა სკოლაში დაბრუნების წინ. ხალხი მთელი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს, რომ ამდენი ტანსაცმელი უყიდოს თავის შვილს. თან საკმაოდ ძვირადღირებული ბრენდებია, რასაც ამ ვიდეოში გაჩვენებთ. რომ იცოდეთ მშობლებმა. ესა ეხა ვიდეოების უმრავლესობა სოციალურ მედიაში, რასაც თქვენი მე-7, მე-9 თუ მე-10 კლასელი ბავშვები უყურებენ. ეს არის ეხა ტრენდული თემა. აქ სახესაც არ ვაჩვენთ, უბრალოდ საწოლზე დალაგებულ ტანსაცმელს ვაჩვენებთ ჩართული კამერის წინ. აი ეს ვიყიდი. აი ამით მოვდივარ მე სკოლაში. შენ რითი მოდიხარ სკოლაში პირველ დღეს? გიყიდეს რამე ახალი? გაქვს რამე ახალი? თუ გაზაფხულის სემესტრში როგეცვა ისევ იგივე ტანსაცმლით მოდიხარ. და აი ამ რაოდენობის ტანსაცმელს და პროდუქტებს შეხედეთ.
აი ეს არის ახლა რის გავლენის ქვეშაც არიან თქვენი არასრულწლოვანი შვილები, რომელთა twins ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არა. ახლა სწავლობენ, ახლა იზრდებიან, ახლა ეჩვევიან, ახლა ეცნობიან. აი ესაა ახლა ნორმა, სტანდარტი. ამ ეს რაღაცები უნდა გქონდეს ახლა სექტემბერში, როცა არის სკოლაში, რომ ბრუნდები. ამიტომ განსაკუთრებით მინდა მიაქციოთ ახლა ამ თემას ყურადღება და იცოდეთ, რომ როცა თუ თქვენ შვილი ხარ რაღაცას ისეთ გთხოვთ სკოლისთვის, ეს ისე უბრალოდ ციდან არ ჩამოვარდნილა, სავარაუდოდ ვინც გამოწერილი ყავს TikTok-ზე იქნება თუ რომელიმე სხვა სოციალურ მედიაში, ნახა რომ იმათმა ეს რაღაცები იყიდეს და ეხა ესაა მოდაში. ამ აუთფიტებს შეხედეთ, ამ კომბინაციებს შეხედეთ. ეხა არ მინდა რაღაცა ესე შეერდე, ძალიან ჩემი ასაკი გავამჟღავნე, მაგრამ ეხა ამ ვიდეოებში რაღაცებს რო უყურებთ. აქ კიდე იმდანაც არა ანგი არ ვიცი. სკოლისთვის რამდენად არის ეს ყველაფერი გაკვეთილზე და საჯდომად მასწავლებლის წინ და შენ თანაკლასელების წინ? ეს ძალიან კლასიკური I think ვერსია. I might have the most insane back to school haul ever. Okay, ყველანი ერთნაირი ხმის ტონით და ტემბრით maybe რა not most ვლაპარაკობენ. insane, but we're gonna start with Hollister because I of course had to get part of their senior collection. I had to get this pink tank with the lace, and then I of course got the jeans with 27 on the back, and then it says senior by the foot, and then I just got a basic pair of white cargos because I have like no white pants. I mean, Next we have Ariel, I'm really girl. proud of them because I haven't really bought anything for them in like 2 years. უცებ They were აღმოაჩინე, რომ gifting თეთრი today, შარვალი არ starting გაგია. with these polka dot shorts with the Emergency. I'm so ready for ერთნაირად რა ვლაპარაკობ. Also, I got this უცებ კარად გამოვიღეთ, თეთრი შარვალი არა გაქვს. და ხოლ სკოლაში რა წახვიდე. მოკლედ ახლა ორ წუთიან ვიდეოს თავიდან ბოლომდე არ გავხურებინებ, მაგრამ აი ესე 2 წუთი ზის და ჩანთებიდან ალაგებს ტანსაცმელს, რომელიც სკოლისთვის იყიდა შეუჩერებლად. მაგრამ ეს თეთრი შარვალი დავამახსოვრდა განსაკუთრებით და მინდოდა რომ თქვენთვის მეჩვენებინა. თქვენ გაქვთ თეთრი შარვალი? და ნუ აი ეს არის აუთფიტები, რომლებიც ნუ არ ვიცი რამდენად არის სკოლისთვის. შეიძლება მე ვუყურებ ამას ცოტა ძველმოდურად თქო? არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ? ანუ არასრულწლოვანი ბავშვების შესახებ საუბრობთ, არ მინდა რაღაცა ესეთი ძალიან უხეში კომენტარის გაკეთება, ან ბავშვები არიან ამ ვიდეოებში, მაგრამ არ ვიცი, რატომაც მგონია, რომ თუნდაც ეს მოკლეკაბა, რომელიც ძალიან საყვარელი ჯინსის მოკლეკაბა არის, უბრალოდ წარმოიდგინე, რომ ამ კაბით ზიხარ, ძალიან მოუხერხებელი, ძალიან არაკომფორტული არ არის, როცა წესი ტვინის უჯრედები უნდა დაძაბო და მასწავლებლს უნდა უსმინო. ანუ ეს ახლა რომ შეხედან ხოლმე გოგოები, რომლებსაც უნდათ რომ ეს რაღაცები ეცოთ, მაგრამ თან რომ ბოლომდე ვერ ირგებენ და რომ ეკაჩებიან სომე ქვემოთ ამ კაბას, აი მაგას ვერიტან. თუ გაცვია, გეცვას. ეს კაბის ქვემოთ ქაჩვა რა ქაჯობაა. თუ არ არის შენ და არ გძნობ თავს კომფორტულად. ნუ იცმევ და თუ იცმევ, აი ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ასე სიტუაციაში მოკლე კაბა არ მაღიზიანებს. ყველაზე მეტად ასე სიტუაციაში რაც მაღიზიანებს, აი კაბას რო ქვემოთ ეკაჩებიან. კარგი რა, ან ჩაიცვია, ან უგაცვია. აი ეს საერთოდ სკოლის ფორმა აცვია ახლა ამ გოგოს ამ ვიდეოში. ეს კაბას ეს სკოლის ფორმა რანაირად არის? თუ თვითონ არ გზაანზებოთ აწეული ეს კაბა და შეიძლება ანუ ვიდეოში რაც ჩანს ახლა იმასზე ვაკეთებთ ჩვენ რა თქმა უნდა კომენტარს, მაგრამ ვისაც ყავთ სკოლაში შვილები. ეხლა ვიცი რომ ფორმა, სკოლის ფორმა ესე დიდი თემა არის საქართველოში. 15, 14, 16 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის სკოლაში. ეხლა სადღაც მეგობრებთან ერთად ბარში ვსხედვართ, არა. სკოლაში გაკვეთილისთვის ეს კაბა ამ კაბის სიგრძე ნორმა. მე დიდი ხნის წინ დავამთავრე სკოლა. ხო და შეიძლება უკვე ნორმა არ ვიცი, მაგრამ ანუ კომფორტულად რანაირად უნდა იყოს შენს თანატოლებთან დღის განმავლობაში სკოლაში კაბით არ ვიცი. ამ ვიდეოში მაგალითად ეს გოგო გვაჩვენებს, რომ სპეციალურად დგება დილის 5-ის ნახევარზე, რომ გაემზადოს სკოლისთვის და ვიდეო ჩაწეროს. დილის 5-ის ნახევარზე, რომ მთელი თავისი რუტინა მოასწროს. ახლა ვფიქრობ, ძალიან მიყვარხართ. მაგრამ აი რომელი YouTube-ის ვიდეოსთვის ავდგები ახლა დილის 5 საათზე რომ ვაიმე რაღაცა დავპოსტო. აი ნებაყოფლობით დილის 5-ის ნახევარზე. ანუ ამ სტანდარტით იზრდებიან, ამ პრინციპით იზრდებიან. ესაა ნორმა უკვე. ამ რაღაცების დაპოსტვა და დილის 5 საათზე ადგომა, რომ რაღაცა კონტენტი გქონდეს, სანამ სკოლაში წახვა. ისეთი ტკბილი იყო თუნდაც ის 5 წუთიანი ძილი, დილით სანამ სკოლაში წახვიდოდი. რომელი მაკიაჟისთვის დავთმობ? მაგ 5 წუთს. არ ვიცი, თქვენთან როგორ იყო საქმე, ხაც და ესა რაღაცა ეს იყო.
ეს შუტკა, მაშინ Facebook-ზე, მაშინ Facebook-ი ჩვენს მე რო ამ ხელა ვიყავი, მაშინ Facebook-ი იყო. ეხლა რომ ბებიები და ბაბუები და დედიკოები გვყავს გამოკვეკეტილი Facebook-ზე. ეგ Facebook-ი ადრე ამასაკის სასტავის შეკრების ადგილი იყო. ხო და ასეთი შუტკა დადიოდა მაშინ Facebook-ზე, რასაც ყოველდღიურად მონაწილეობ ბლოკბასტერში, როგორ გამოვიძინოთ 5 წუთში. არ გაგეცინათ, კაი. აქ ამ ვიდეოში ახლა რაც ძალიან მოწონს არის ამ ბავშვს შეხედეთ, ძალიან პატარა. First, I want to say how thankful I am and that this is, I've been saving all my money and this is all my birthday money and everything. რა უნდა ამას But let's სოციალურ get into it. მედიაში? First, I'm going to start with Lulu. I got this light pink one. ამ ფრჩხილებს and შეხედეთ a black backpack that I already და filled and I'm gonna მზის just რუჯის put it in the ზოლებს backpack. შეხედეთ. And then from ეს ჩვენ Claire's, I got 90-იანების some ზოლები ხო sugar დაბრუნდა. swaps, which I'm going to try out. They are little bunnies, which um, are so cute and feel American so good. Eagle. Oh my Then god. from American Eagle, I got these really cute eye patches. They're like fonts. ეს არის ნორმა, ეს არის ამ წუთას ნორმა. ამასაკის ბავშვები შარლუთებულის მაკიაჟით ემზადებიან სკოლაში წასასვლელად. ეს როდის გახდა ნორმა? ამას ეს ამ ბავშვის მშობლისთვის ჩვეულებრივი ამბავი რატოა? ამ ვიდეოებს რო შენახვები აქვს ამ ბავშვებს სტოპებით და მოკლე შორტებით დასწას შემდეგ. რატო ინახავ პედოფილებიც სავსე ინტერნეტი? რატო ინახავს ვიღაცეები ამ ვიდეოებს როგორც მშობელს არ გაინტერესებს? ეს ვიღაცა სკოლაში ქონა გაკეთებული რომ ეს ნორმა არ არისო. და მართალია ეს ნორმა არ არის. სკოლაში ვბრუნდებით თუ საცხოვრებლად გადადიხარ სხვა ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადავედი 23 კილოიანი ჩემოდნით. სად მიდიხარ ამდენი რაღაცით? სკოლაში მიდიხარ თუ ერთწლიან ექსპედიციაში? რა არის ეს? ნოემბერში ხო იცით რაც დაიწყება? უბრალოდ დეკემბერში. ჩვენ დეკემბერში ვნახავთ, მაგრამ ნოემბერში დაიწყება. ხო იცით დეკემბერში რა ვიდეოებსაც ვნახავთ? ოქტომბრიდან ისეთი გრაფიკი მაქვს ხალხო. თუ დავიკარგე, ამბავი მიკითხეთ. ისეთ გრაფიკში ვარ საშობაო სეზონზე დეკემბრის ბოლომდე რომ სუნთქვის დრო მექნება თუ არა მე თვითონაც არ ვიცი, ამიტომ უცებ თუ გავქრე არ გაგიკვირდეთ, ცოცხალი ვარ. მაგრამ შევეცდები მაინც რომ ესა წლევანდელ საშობაო შოპინგსაც მივაქციო ყურადღება. ხო იცით ახლა სერიოზულად რომ ვისაუბროთ ამ თემაზე. ხო იცით ზუსტად სამ თვეში რა ამბავი იქნება. აი ეს ეხა რაც ვნახეთ, ეს რომ არაფერი არ იქნება იმასთან შედარებით, რასაც დეკემბერში ვნახავთ. ამ ყველაფრის ჩაცმას მოასწრებენ ეს ბავშვები საერთოდ დეკემბრამდე? რატო ვაჩვევთ ბავშვებს რომ ეს არ ნორმა? 15 წლის ასაკში რომ ეს არის ნორმა, 25 წლის ასაკში როგორი სტანდარტები და მოთხოვნები ექნება, ხო წარმოგიდგენიათ. საინტერესო თემა არის SOS ჩანთა, emergency ჩანთა, პირველად დახმარების ჩანთა, ან ესეთი კოსმეტიკის ჩანთა, ეხლა მაინც emergency არ უნდა იყოს, კოსმეტიკის ჩანთა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სწორია და ყველა ბავშვს უნდა ქონდეს, გოგობიჩს არ აქვს, სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დიდსაც და პატარას ყველას უნდა ქონდეს ჩანთაში ჩემი აზრით. ძალიან სწორი მესიჯია, ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ რა თქმა უნდა გადაჭარბებით აქაც ვაჭარბებთ. ნუ ეხა ეს ვიდეო ავარჩი, იმიტომ რომ ცოტა ესეთი თემა არის. ვიღაცისთვის ძალიან გადაჭარბება იქნება, ვიღაცისთვის ნორმა იქნება. ეს თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს იდეა მინდა რომ გავაჟღერო, რომ ამაზე ფიქრი ახლა როგორც თქვენთვის მშობლისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვები რო სკოლაში დაბრუნდებიან, აი ეს ჰიგიენის საშუალებები, ეს ძალიან ელემენტარული, თუნდაც კოსმეტიკური ქვია, მაგრამ ნუ საჭირო ნივთები როგორც დეოდორანტია, ჰიგიენური საფენებია და ესეთ რაღაცები ბავშვებს ედოთ ჩანთაში. არ ვიცი, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ერთი დეოდორანტი და მზისგან დამცავი სტიკი და ხელის კრემი, ტუჩის ბალმი. რას ჩაამატებთ, რას ამოაკლებთ, მაგრამ იფიქრეთ მაგაზე, რომ ეგეთი რაღაცა თქვენს შვილს გაატანოთ, რომ არა მარტო სკოლაში ჩემს უფროსებსაც არაწენდა ეგ რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფლისუნი არ იდგეს, მაგრამ ეს ასაკი აქ უნდა მიაჩვიოთ, აქ უნდა ასწავლოთ. არ ვიცი, ზოგიერთს გონია, რომ ეს თანდაყოლილი ცოდნა. არა თანდაყოლილი ცოდნა. ჰიგიენა ისწავლება. და თქვენ როგორც მშობელი ვალდებული ხართ, ამას არც სკოლაში არ ასწავლიან და არც უბანში, ბირჟაზე. თქვენ მშობელი, თქვენი მოვალეობა არის, რომ ჰიგიენა ასწავლოთ და მიაჩვიოთ თქვენს შვილს, სანამ სახლიდან საზოგადოებაში გაუშვებთ. ეგ თქვენი მოვალეობაა. იქეთ კოლეჯში და უნივერსიტეტში, ვინც ჩააბარა და მიიღეს იმათი ფართები და იმათმა რა იყიდეს სკოლაში კი არა და კოლეჯში წასასვლელად და ან დასაბრუნებლად თუ მეორე მესამე წელი აქვთ, ეგ ცალკე კატეგორიაა და ეგ ცალკე ტრენდია. ნუ აქ მინიმუმის მაინც გვაქვს, რომ ასაკით უფრო დიდებთან გვაქვს საქმე, ახლა 12-13 წლის ბავშვებზე არ მოვარაკობთ, ეგ გავითვალისწინოთ რა თქმა უნდა, სანამ ამ კაც შეფასებებს გავაკეთებთ. ნუ აქ უფრო დიდებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს ბავშვები არიან, რომლებიც სკოლაში ეს რაღაცებს იყვნენ მიჩვეულები. ამიტომ ახლა რასაც ნახავთ,
ამ წინა ისტორიის გაგრძელება. დავიწყოთ იმით, რომ რომელ კოლეჯში მიგიღეს, რომელ უნივერსიტეტში მიგიღეს, სად მიდიხარ სასწავლებლად. მაქედან იწყება ფართი, რაც ცუდი არ არის, მაგრამ ამ რაოდენობის პროდუქტებს და დეკორაციებს შეხედეთ. საწოლის bed party-ს ეძახიან ინგლისურად, რაღაც ცოტა უფრო ამერიკული კულტურის ნაწილი არის, შეიძლება სხვა ქვეყნებშიც იყოს ახლა ეგ ამბავი. არ ვამბობ, მაინც მხოლოდ ამერიკულია, მაგრამ იქედან მოდის, ასე ვთქვათ, რომ ანუ რომელ უნივერსიტეტში მიგიღეს, უნივერსიტეტის merch-ს დიზაინის პროდუქტებს არა ადამიანური რაოდენობით ყიდულობ, ჯერ უნივერსიტეტში ნამყოფი არ ხარ. არ იცი საერთოდ გააგრძელებ თუ არა იქ სწავლას. საერთოდ დაამთავრე თუ არა კოლეჯს, ეგეც არ იცი. მოკლედ, ჯერ იქ ნამყოფი არ ხარ. ჯერ ფურცელზეა ეს ყველაფერი, ეს მელანი არ გამშრალა ჯერ. შენი ოჯახი შენთვის ყიდულობს და ასეთი პარტის გიწყობს, სიურპრიზ პარტის გიწყობს. ამის აღსანიშნავად, რომ ამა თუ იმ კოლეჯში მიგიღეს. ფერები, დიზაინი, მერჩი, ყველაფერი იდეალურად უნდა იმთხოვდეს და ოთახი უნდა იყოს გატენილი. კამერით რო შედიხარ ოთახში, ცარიელი კუთხე არ უნდა ჩანდეს. მოკლედ, სად მიგაქვს ეს ყველაფერი მერე? ეს არის პლასტმასი ნაგავი, რომელიც მერე ნაგვის ურნებში ხვდება დღეს ბოლოს, ხო? რაღაცებს, რა თქმა უნდა, იტოვებ, იმედი მაქვს, რომ რაღაცებს იტოვებ, რა ვიცი. მაგასაც ეს ზუსტად ვერ იტყვი, მაგრამ ეს იასამნისფერი რაღაცები კიდე რაში უნდა გამოიყენო. და შემდეგი ეტაპი არის, ის გაიგე, სად მიგიღეს, შემდეგი ეტაპი არის, რომ მიდიხარ შენი კოლეჯის კამპუსში. სადაც უნდა იცხოვრო შემდეგი 3 წელი, უმეტესად შეიძლება რაღაცა კერძოშიც, რა თქმა უნდა, ესეც ფინანსების ამბავია, მაგრამ უმეტესობა კამპუსში ცხოვრობს თავისი ინსტიტუტიდან გამომდინარე. კამპუსებში ოთახებს დორმს რასაც ეძახიან ინგლისურად, ანუ ოთახები, სადაც ეს ბავშვები დროებით ცხოვრობენ. ამ ოთახების მოწყობა ეს ცალკე ბიზნესია, აქ ცალკე ფული გეთდება, ეს ცალკე მარკეტინგია, ეს აქ ცალკე კონტენტი იწყება, ზაფხულში უკვე იწყებ მომზადებას, შოპინგები გაქვს რამოდენიმე ეტაპიანი, რომელსაც რა თქმა უნდა წერ, ვლოგს აკეთებ აუცილებლად, რა შეიძინე, რა იყიდე, რომ მოაწყო ოთახი, სადაც 1 წელი იცხოვრებ. ანუ კოლეჯი შეიძლება 3 და 4 წლიანი იყოს, მიმართულებას და ფაკულტეტებს გააჩნია, მაგრამ გარანტირებული არ გაქვს, რომ მეორე წელსაც იგივე ოთახში დარჩები. ანუ როტაცია ხდება, ეს აქაც ეგრეა გერმანიაში, ანუ როტაცია ხდება, რომ ყველას თანაბარი შესაძლებლობა კონდეს, რომ თქვა იმას ერთხელ კარგი ოთახი შეხვდა და შემდეგ 3-4 წელიწადი იმ ერთ კარგ ოთახში, იმ ერთ კარგ ლოკაციაზე მოუწია ცხოვრება და ვიღაცა უფრო პატარა ან ცუდ უბანში თუ ოთახში მოხვდა, რომ ეს როტაციის მომენტი იყოს. ანუ ეს ყველაფერი ახლა რასაც თქვენ აქ ნახავთ, არის 1 წლისთვის, იმიტომ რომ იმისი გარანტია არ არსებობს, რომ მეორე წელს იქ დარჩები. მეორე წელს ეს ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, სავარაუდოდ შეიძლება სხვა ოთახში. და ამისთვის არსებობენ სპეციალური კომპანიები, რომლებიც თქვენთვის ამ ოთახებს აწყობენ. დიზაინს ქმნიან. ნუ რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია რომ შენს მეზობელთან ერთად, შენს მშობლებთან, დედასთან და მამასთან ერთად მოაწყო ეს ყველაფერი შენ თვითონ, ან დაიქირაო ეს კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს შენთვის გააკეთებს. რა თქმა უნდა, ფულს იხდი და შენს დიზაინს იდეებს აწვდი, აძლევ უთანხმებ ყველაფერს და მერე ისინი ამ ყველაფერს შენთვის აწყობენ. ეს არის უნივერსიტეტის, კოლეჯის, კამპუსის ოთახი. და ნუ ეს კომპანია თავიანთ გაკეთებულ საქმეებს არეკლამებენ TikTok-ზე, რას გთავაზობენ, თუ მათ დაიქირავებთ და ფულს გადაუხდით. ძალიან ბავშვი რო იბადება, ხო იცით რომ კოლეჯის ფულის გროვებას იწყებენ და მე მაინც ვალებში არიან, არ ვიცი რამდენად, მაგრამ მაინც ეს ალგე ფინანსები, ეს კოლეჯის ფულში არ ითვლება. ესა ერთ-ერთი რეკლამა, რომელიც ამ კომპანიას უდევს, ერთ-ერთი ესეთი ძალიან ზვირად ღირებული დორმი, რომელიც ერთ-ერთ კოლეჯში მოაწყვეს ამ 2 ახალგაზრდა გოგონასთვის. ვაკის აპარტამენტებს გქონდა. ამას უყურეთ. ეს არის ოთახი, სადაც დიდი ალბათობით 1 წლის მერე ეს ყველაფერი უნდა აალაგონ და ჩააბარგონ და ეს ყველაფერი არის კოლეჯის დორმისთვის. რა სიტყვით? თქვენი ერთ ოთახიანი როგორაა მოწყობილი? ეხლა განსაკუთრებით მოდაში არის 2026 წლის ტრენდი, რო გითხრათ, ჩამორჩეთ ემანდრამეს, შავ-თეთრი ფერები არის 2026-ის მოდი. ესა ბოლო წლის ტრენდი კოლეჯის კამპუსის ოთახებისთვის. რა იცოდეთ რა მაინც ამ დორმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება. ამას გარდერობის ოთახით სახე. ამას ვუყურებდი და ვფიქრობდი. პირველი ოთახით ბინაც არ ერქვა ამას. მე და ნანი გზადაც გადავედით. ხარ გამახსენდა. ეს კოლეჯის კამპუსი. რა გარდერობი? რა ამ ვიდეოს კომენტარების სექციაში იყო
ვიღაცამ დააკომენტარა თავისი ფოტო. ეს ვარ ჩვენ 2009-შიო. და ამის მერე რაც შემხვდა, იმან განსაკუთრებით ამ ფოტოს ნახვის შემდეგ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ეს დიორის მაღაზიაში რატო ცხოვრობ? დიორის შოპში რატო გძინავს? ეს ნორმა რატოა? ეს ჩვეულებრივი, აი, მოდით გაჩვენოთ სად ცხოვრობ ამბავი რატოა? გოგო დიორის მაღაზიაში ცხოვრობს? შემდეგი იყო ეს შედარება. ორი სხვადასხვა დომის. ვიღაცას ქონდა სკეჩი გაკეთებული რა. ნუ პირველი არის ეს ერთ-ერთი კომპანიის მიერ გაკეთებული დორმი რა თქმა უნდა. ამ ყველაფერს შეხედა. ეს იყო ამათი განათებები, ეს პალმა არ შემიძლია. განათებები და პალმა არ შემიძლია. პალმა განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ვისაც გაქვთ სერიალი მიდლნანახი. ექსელი კოლეჯში რომ მიდის. If you know, you know. ეგ პალმა თუ იცი და ეგ სერიალი და ეგ სეზონი თუ გახსოვს, ჩვენ დავმეგობრდებით. იქეთ ექსელი და მისი პალმა გამახსენდა ამ პალმაზე. დაგენიძლავებით ამათამ საცოდავი განათებით და ნახევრად ჩაფუშული პალმით უკეთესი სტუდენტობა ექნება და უკეთესი მოგონება და უკეთეს დროს გაატარებენ კოლეჯში ვიდრე ისინი დიორის მაღაზიაში. მაგრამ ცოტა მაინც პოზიტიურად რო გავაგრძელო და თუ დავამთავრო ახლა ეს ვიდეოს ეს ნაწილი. დიდი თემა არის კოლეჯში გადასვლის დღე და განსაკუთრებით მამებისთვის, რომლებიც რა თქმა უნდა სხვადასხვა იარაღებით შეიარაღებულები. მამები ყველგან, რომლებიც ამ ყველაფერს ახლა რომ ნახულობ და ასე ლამაზად გამოიყურება ეს ტრანსფორმაცია. წიდან ხო არ ცვივა ყველაფერი. ამ ყველაფრის უკან გას მამა, რომელიც ამ ყველაფერს აწყობს. საყვარელი. მამები, რომლებიც დაატარებენ წინ და უკან ამ ყველაფერს. ესენი არიან ტიპები, რომლებიც ამ იკეას ავეჯის ინსტრუქცია რომ მოყვება იმას რო აგდებენ. იკეამ უნდა მითხრას მე კარადა როგორ უნდა ავაწყო. და მე 2 საათის მერე რომ ნაგვის ურნაში იქექებიან და ეძებენ ისევ ინსტრუქციას როგორ აწყონ კარადა. და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ტრანსპორტირებაც იოლი საქმე. არ არის ესეც მამების მოვალეობაში შედის რომ ეს ყველაფერი ერთ მანქანაში ჩაატიონ. რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა. ეს მომენტია მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში. მყავთ მშობლები, რომლებთანაც ამ მომენტის გაზიარება შეგიძლიათ. რომელსაც შეგიძლიათ რომ დაეყრდნოთ, რომლებიც იცით რომ თქვენს 1000 ნაწილიან იკეას კარადას უსიტყო და აწყობენ სხვა მამების გვერდით დერეფნის იატაკზე. ამის TikTok-ზე გაზიარება შეგიძლიათ თუ რა ფასიანია ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ამის ფონზე მეორე ხარისხოვანი ხდება. ისედაც მეორე ხარისხოვანია ჩემი აზრით, მაგრამ ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად მეორე ხარისხოვანი ხდება. ყველას გისურვებთ რომ ყავდეთ ასეთ მომენტებში, ცხოვრების ასეთ ეტაპებზე გვერდით თქვენი საყვარელი ადამიანები. ვინც იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი ძვირფასი ადამიანები, რომლებიც ამ სიხარულს, ამ დღეებს, ამ მომენტებს თქვენთან ერთად გაიზიარებენ. რა თქმა უნდა, დააფიქსიროთ ეს ყველაფერი, ფოტოებით იქნება, ვიდეოებით იქნება. ეს ნაწილია მნიშვნელოვანი. და არა ეს დიორის მაღაზიაში გძინავს თუ არა. კოლეჯში სწავლის დროს. ყველას გისურვებთ გულით, რომ ეგ მნიშვნელოვანი ადამიანები გყავდეთ გვერდით, რომლებიც თქვენთვის იკეას კარადებს აწყობენ. კარგით, მე დავბრუნდი ისევ ჩემს ადგილას. ეს იყო რაც მქონდა დღეს თქვენთვის ამ ვიდეოში. გამიზიარეთ სიამოვნებით თქვენი გამოცდილება. სკოლის პირველი დღე იქნება თუ მშობლებთან ერთად შოპინგი იქნება თუ უნივერსიტეტი იქნება, კამპუსში ცხოვრება, პირველი ბინა, პირველი თანაცხოვრება საერთო საცხოვრებელში. მე ერთი ნანიკო უნდა მოვიყვანო. ერთი უნდა დავსხდეთ და ჩვენი ისტორიები უნდა მოგიყვეთ. ჩვენ როგორ ცხოვრობდით თურქულ გოგოების ბეგეში, კოლში. რაღაცები გვაქვს უკვე თქვენთვის მოყოლილი, მაგრამ მინიმუმ
ვიდეოს მასალა გვაქვს კიდე. მოკეთ, ესა ამ წუთას ტრენდული ამბები TikTok-ზე განსაკუთრებით ბავშვების და სკოლის მოსწავლეების მშობლებს რაც შეეხებათ, მეგობრული რჩევა იქნება რომ მიაქციოთ მაგ ამბავს ყურადღება, რომ ეხლა დიდი ალბათობით ასეთი რაღაცეების გავლენის ქვეშ არიან. ბავშვები და ამას უყურებენ 24/7-ზე, როცა ინტერნეტში სხედან, განსაკუთრებით ეხლა არდადეგების სეზონზე, როცა სავარაუდოდ მეტი დრო აქვთ სოციალური მედიისთვის. დაელაპარაკებთ თქვენ შვილებს, აუხსენით, ვისი ყიდვა შეგიძლიათ ეხლა? რისი ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ ამ წუთას? იცით რა თვითონ აირჩიონ? ეხლა შემიძლია ეს და ეს და ეს გიყიდო, აირჩი ეხლა რა გინდა? სემესტრის ბოლოს, საახალწლოდ, საშუბაოდ, შემიძლია რომ ეს გიყიდო. ან არ ვიცი, ამ საგანში ამ ნიშანს თუ მიიღებ ასე. აი, თქვენ თვითონ რო აკონტროლოთ სიტუაცია რეალურად, მაგრამ თან მასაც არჩევანის შესაძლებლობა მისცეთ, რომ ზირა ეხა მინდა რომ ეს მქონდეს, მოდი ის შემდეგი სემესტრისთვის იყოს. თან თვითონაც ირჩევს, მაგრამ რეალურად თქვენ როგორც მშობელი აკონტროლებთ სიტუაციას ისე, რომ ბავშვის სკოლაში გასაშვებად ბანკის ვალის აღება არ დაგჭირდეთ. კარგით, მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. თუ სხვა მსგავსი თემები გაინტერესებთ, როცა სოციალურ მედიას ეხება საქმე, პლეილისტ აკეთებთ ვიდეოს ბოლოს, ერთადერთი YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელოთ ყურება, არ დაგასწრებთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao.